ერთი მხრივ მიმდინარეობს ქვლევიძის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის დაგება ის კარგია და კარგ ახნისინაც უნდა გაკეთებულიყო ჩემი აზრით, მაგრამ იკვეთება ის, რომ თქვათ კანალიზაციის ახალ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც გაყვანილი იქნა მერის მიერ, ისე დაისვა ანუ ეს პუნქტები ახალი, რომ შეეხო გაზის მილებს, რომელიც ასევე პრობლემას ქმნიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამიტომაც მოხდა ყაზრასგაზის მიერ ზემოდან უკვე მიწის ზედა საფარზე ამ გაზის მილების გაყვანა, რომელიც ასევე ძალიან საშიშია უსაფრთხოებისთვის, ვიზუალურ ეფექტზე საუბარი არც ამაქვს და ამიტომ მინდა როგორც ყაზრასგაზის წარმომადგენლებთან, ასევე ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან კონკრეტულად ეს დეტალები შევისწავლოთ კარგად, დავადგინოთ პრობლემა და რაც შეიძლება დროულად მოხდეს რეაგირება. ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ხარხისთვის, იმიტომ რომ ეს შეეხება ამ უბანში მაცხოვრებელ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ყველაფერსო თავი დავანებოთ. იმიტომ რასაც ვხედავთ ჩვენ აქ, ეს არის ძალიან სახიფათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ ნამდვილად ვერ დავტოვებთ ჩვენ ამას რეაგირების გარეშე. მოუწოდებ ასევე მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ მმართველობას და საკრებულოს წარმომადგენლებს, რომ შესაბამისი ყურადღება გამოიჩინონ ამ ხალხის მიმართ. ვიყოფებით ჭუყურეთის რაიონში, აქ ისევე როგორც ბევრ თბილისის რაიონებში არსებობს უამრავი პრობლემები, რომელიც არ არის გადაწყვეტილი, გადაუწყვეტელი. ეხლა საოცრებას ვხედავთ, რომ გაზგაყვანილობის ახალი მოდელი შემოგთავაზეს დღევანდელმა ქალაქის ხელმძღვანელობა, რომ მიწის ქვევით კი არა, მიწის ზევით ხდება და სახლებზე გადის ეს მილები. არ ვიცი რა უსაფრთხოების ნორმებზეა გათვლილი, საერთოდ რა ხდება, ხალხი არის აღშფოთებული. რაც შეეხება გზას, გზის დაგების საკითხიც, როგორც ჩანს, უკვე უნდა გადაწყვეტილი იყო, კაიხარია, მაგრამ საკმაოდ იწელება, ასე რომ მოვითხოვთ, რომ ეს გზა ძალიან ინტენსიურად და მალე დასრულდეს და ეს მილები აუცილებლად უნდა ჩავიდეს მიწის ქვეშ, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ვითარებაში მოქალაქეებმა ასე იცხოვრონ. რა თქმა უნდა, სახურავების გადახურვის პროცესი ეს საკითხი ძალიან უნდა დაჩქარდეს და თითოეული მოქალაქის პრობლემა, რომელიც აწუხებს ეზოები მოუწესრიგებელია, უამრავი პრობლემებია დღეს ჭუყურეთის რაიონში, მიმართავ დედაქალაქის მერიას დროულად მოახდინოს ამ საკითხებზე და გამგეობამ რეაგირება. გაზზე ვართ ძალიან შეწუხებულები, ძალიან. საიდან როგორ გადმოდის, აი იქ არის ცენტრალური, გახვედეთ, იქიდან საიდან იმხელატრობა ცხოვრობთ იქა. რა მოხდება აფეთქდებით, ალბათ ავალთ ჰაერში. ალბათ გაზი არ გიქნება. ზედ საბენი შეხედეთ მილზე. ეგ ხომ საშიშია რა, მილზე რომ არის შემოხვეული, რამდენიმე ადგილზე ღმერთმან უკნას ეს ელექტროკაბელი და გაზი შეუთავსებელი ერთმანეთთან და პირადად მე 2 თვეა ველოდები მარტო ხელავა. სოციალურად დაუცველი და 2 თვეა სახურავზე ველოდები, მაგრამ ჯერ არ მომსულა განცხადება დატოვებული მაგრამ გეუბნებში. მე სადარი 2 მეტრი არ არის. ამას ვამბობ ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენც აღმოჩნდა მართლა მეგონა რომ ბანკის საპროცენტო რო ამას და ამას გავაკეთეთ და ჩვენც ვიღებდით ამ დაპომარაგება მიწა რომელიცგან გაიქეთ ვიდათ გავირჩიეთ ეს მერი რომელიც გააკეთა ასკას ხო ეს კერძო კომპანია და